შესაძლოა გარკვეული საუბარი იყო გამისკიდიას მხრიდან და ახლა რა ეპიზოდი შეიქმნა და რა კარგად თამაშობს ლევან შოუნაძე და მეორე სართულზე ვინ თამაშობს ამ ბურთზე მე მგონი ეს თმა ულატუნჯი შეასრულა ჯოაო არაუჟი თუ ვის დინამო ლოკომოტივი განსაკუთრებით დიდი ხანი ლოკომოტივში გაატარა და საკმაოდ ამბიციური გუნდი გახდათ ლოკომოტივი პერიოდში აქ მენთეშაშვილი იყო გატანასთან ძალიან ახლოს ეს კარგად იყვნენ განლაგებულნი მენთეშაშვილი შეიძლება შორიდან ძალიან მწვავე და საფრთხე მცდელობა ოლატუნჯის მხრიდან ურალსა და დინამო ბათუმს შორის და იქ იგებდა ბათუმის დინამო ყოველ სეზონში პროგრესირებს ნახოთ ჯერ ეს ეპიზოდი ჩაწოდება საჯარიმოში არის აქ შანსი დარტყმა გადარჩა აქ ტყიბულის მეშახტე და შეიძლება ფარულავას გამორბენი დარტყმა საფრთხე ტრაექტორია მოხაზა ბურთმა და მე უკვე შოუნაძეს თამაში ჩართვა არ გახდა საჭირო ფრთხილი თამაში იყო მოსალოდნელი მეორე ტაიმში აქ ნახოთ ჯერ ეს ეპიზოდი დარტყმა და ანგარიში იხსნება გატანილი გოლის ავტორი კი გახლავთ ირაკლი სიხარულიძე ესეც 129 გოლი მისი შესრულებით საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში. შახტე გადის წინ. კიდევ ერთხელ განმეორებით, გასაგებია მასპინძელი გუნდი მხოლოდ და მხოლოდ შეტევაზე ფიქრობდა, მაგრამ ასე მარტივად გურწკაიას და სიხარულიძის დუეტმა ეს გოლი როგორ შექმნა, ეს რა თქმა უნდა დილას მცველებმა უკეთ იციან კიდევ ერთხელ განმეორებით 4-5 მოთამაშე იყო დილას რიგებიდან ახლა საკუთარ საჯარიმოსთან, მაგრამ ახალგაზრდა გურწკაიამ და ძალიან გამოცდილმა ირაკლი სიხარულიძემ ეს გოლი შექმნეს. 129 გოლი. წაუგებლად ლიგის ჯერჯერობით შეგვიძლია ვთქვათ ლიგის დებიუტანტი გუნდი. კლიანად არ ცვლიან შემადგენლობას. ჯერ ეს შეტევა ვნახოთ, ძალიან კარგი შანსი და გაანეიტრალეს საქიმერლებმა ეს ეპიზოდი გამოიტანეს საბურთი საფრთხე ზონიდან. ჩემმა კოლეგებმა რომ პირველი ფეხბურთელია იგი რომელიც კანადას წარმოადგენს ჩვენს ჩემპიონატში. ამ ბურთზე ვერ ითამაშა, რადგან პასი იყო ძლიერი. ამასობაში კიდევ ერთი ცვლილება მეშახტეს შემადგენლობაშია ამ სეზონში. და სწორედ ამიტომ იყო გულშემატკივარი მაყოფილო და არის უდებრივია. აქტივი ასეთია აღმოჩნდა ამ მატჩში გადამწყვეტი გოლი და ტყიბულის მეშახტემ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი ისტორიული შეხვედრა